მძიმე მდგომარეობა გახლავთ გორში, იმიტომ რომ საზღვრისპირა რეგიონებში და სამეგრელოში, იმიტომ რომ საზღვრისპირა რეგიონებში დრონებით ხდება ნარკოტიკების გადმოტანა ქვეყანაში. თუმცა არის პრეცედენტები იმისიც, რომ ლაბორატორიები ფუნქციონირებს ადგილზე, ერთი ლაბორატორია იქნა ჯერჯერობით მხოლოდ აღმოჩენილი, იმიტომ რომ ამ რაოდენობის ნარკოტიკი, რაც არის ახლა საქართველოში წარმოუდგენელია, რომ მხოლოდ საზღვრით შემოდიოდეს. ქალბატონო ელისო, არის თუ არა უშუალოდ გორში რა პრობლემა ეს ნარკოდილერები ვინ არიან თქვენ სისტემატურად წერთ ხოლმე Facebook პოსტებს? სისტემატურად დიახ, მე მქონდა ინფორმაცია და რამდენიმე მათგანი დაკავებულია და ფსიქოტროპული აბების მოვაჭრეები სალონებში იყიდებოდა და ასე შემდეგ. საზღვრისპირა რაიონებში უკვე პირდაპირ როგორ გითხრათ, აი არც კი იმალებიან, არც კი ერიდებიან, აი ჩვეულებრივ ხელიდან ხელში საზღვართან ახლო მდებარე სოფლებში რაღაცა საბითუმო ვაჭრობებია გამართული ნარკოტიკების რეალიზაციის.